გამარჯობა. ეს არის ჩემი პირველი პოდკასტი. ჩემი პოდკასტის პარტნიორი კომპანია არის Cargo Polo, რომელიც ავტომობილების შეძენის და ჩამოყვანის სერვისით ეხმარება ავტოდილერებს. ჩემი მეგობარი კომპანიაა და ბევრ საინტერესო რაღაცას შემოგთავაზებთ ამ პოდკასტის გარდა Cargo Polo-სთან. ჩემი პირველი სტუმარი არის ლაშა. გამარჯობა. გამარჯობა. აი, ნახოთ ახლა პირველი პოდკასტი როგორ წავა. თან კაი ისა რომ შენი პოდკასტები აქვს და მაინტერესებს შენი გამოცდილება რაღაც 1-2 სიტყვით რომ რჩევებიც რომ მოგცეთ. პირველში გილოცავ. მადლობა. კაი წამოწყება. ნახოთ. რა ვიცი, ნებისმიერ თემაზე საქართველოში უკვე პოდკასტი არსებობს. ხო და ჩვენ რა დავაშავეთ, ბევრი მოტო პოდკასტი გქონდეს, მე მგონი გაჯობებს. ხო, ნუ გაიზრდება უფრო უკვე ისა ცნობადობა ჩვენი საქმის და ასე შემდეგ. მე რა უნდა გირჩიო, ერთადერთი რაც უნდა გირჩიო, ბუნებრივი იყავი. კამერები ჩვენზე ცოტა ისე მოქმედებს ჩვენარ ტიპებზე, ხო ისე არის ჩაირთო და უცებ სხვანაირები გავხდით. წეგან ცოტა პროჯიგრულად ვიყავით, მაგრამ ნელა გავიხსნებით რა. კამერების რა ლამაზი ვარ. ისე ხო იცი როგორ ლამაზი ვარ. კამერების წინ როგორ სხვანაირად. მე ძალიან უწოს ჩემით. ეს რაღაც ძალიან ისე ვარ, ხო იცი ეს ჩაიც კამერა ის. რამე ისე ხო არ მიჩანს. დაძაბული ვარ. გალაზეც ისე ვიყავ, რაღაცა ვიცი, ჩემ ფორმაში რო არ ვიყავი. ბიჭო, რატო ვარ? ძალიან გიხდებოდა, ძალიან კარგად გამოიყურებოდი. რატო არ არის? არის. იხდენდი და კარგადაც მოძრაობდი. ისე უფრო თავისუფლად ვარ. კაი, არ დავიწყებ ახლა ისე უფრო თავისუფლად, რა ის ფორმები რო გაქვს რაღაცა მას რა ქვია, ბარბებივით რო გამოეწყობით ხოლმე და რაღაცა ბარბებივით. მეიკა რო გაქვს ასე აპოცეული ბოლომდე და რაღაცა მაგაზია. საფრთხეებისთვის არის, მაგრამ ისე თავისუფლად რო ვარ, ხო იცი, აი ძალიან თავისუფლად ვარ. მე მგონი მივხვდით მეგობრებო, რატოცა ვარ მე აქ სტუმრად რა. სული გამიმწარა ამ კაცს, სადაც შევხვდება, ბიჭო, რა კაი ბიჭი ხარ და რა ცუდი გემოვნება გაქვს მოტოებში და რაღაცა ეგეთ რაღაცებს მეძახის ხოლმე. მაგას ხო გიწერ ხოლმე კომენტარებში არ მოვა. ანუ ნახე როგორ რაღაცა ჩემი აზრი არის ესეთი რა, ადამიანი სანამ შეუძლია, უნდა იჯდეს სპორტბაიკზე. შეუძლია რას ნიშნავს? ასაკის საშუალებას აძლევს ასე შემდეგ. და გემოვნება? გემოვნება, ნახე როგორ რაღაცა, გემოვნება ზოგადად ყარდაობენ, მაგრამ ყველაზე მეტად მაგაზე. კი, მაგიტო ვართ მე და შენ. აი ტექნიკურად რო ავიღოთ. აი თუ გინდა, აი შენ და აი ვინც გეგულება რომ მოტოებში ტექნიკურად ყველაზე მაგრად ერკვევა 10 კაცი. ტექნიკურად მე არ ვერ ვკვევი. ხო და მაგას 10 კაცი ერთხარეს დასხედით და მარტო ვიქნები და თუ გინდა ტექნიკურად უფრო მაგარი რაღაცები იცი თუ რა? არა. ტყეში მოვალ, მარტო მოვალ და დაგელაპარაკებით და ტრელკაზე. კი, მოვალ და აგიხსნით რომ სპორტბაიკი ყველაფრით ჯობია კრუიზეს. ხა ჯდომის სტილი ვარ მithra, იმიტომ რომ ეგ მიჩოვაზია, მართლა მიჩოვაზია. მე ერთხელ მომივიდა ბავშვობაში წამოვიყვანე 1.15 წელი. როგორ გაცხარდა პირდაპირ ლაპარაკი, ხა თუ ატყო თქვენ ანუ ერთი სული ქონდა როდის დავჯდებოდით აქ და როდის დავიწყედით ლაპარაკს სპორტი თუ კრუიზერი. წინასწარ ხო გითხარ არ დაგვიმთავრებია და ეგრევე წავიდა. არა, მაგაზე დავასწავლაპირე, მაგრამ ნახე რა ბავშვობაში დაახლოებით 15 წლის წინ ანუ შემახლებრომ თქო რომ ვაკიდან კეკელისგან წავმოყვანა ქავთაძეზე ჰარლ დევიდსონი ნაითროდი. მაშინ ანუ იშვიათი იყო და მაგარი მოტო მეგონა რა და რო წამოვედი მაშინ ონები რამდენი წელს ვიყავი ალბათ 17-18 წელს და რო 17-18 წელს ნუ 18-19 თქვა წოდი ქავთაძე რო წელი მტკიოდა ანუ ხო მიჩოვაზე არის კი გარდა იმისა რომ ნაითროდი ძალიან ცუდი ჯდომის სტილის მეც არ მომწონს მე ძალიან არ მომწონს ძალიან ინდივიდუალურია და ყველას მაგას ვონებ ძალიან ისე ხარ გაწეული ფეხები წინ ხელები წინ ყველაფერი წინ შეხედო შენ თავს აი ეს ეზი ხო აი ძალიან ცუდად იყო და არა ეგ არის Porsche-ს რაღაცა დებილი პროექტი Porsche დიზაინი ხო დებილი პროექტია როგორც ეს რო თქვა Porsche ჩემთვის წმინდა კი ჩემთვის ანუ იმისი არ იყოს ვიღაცამ თქვა წინაზე არ მახსოვს რომელიღაც ვიდეოს უყურე Porsche არის კაცისთვის როგორი თემა იცი რომ მე ფული გავაკეთე მე მეკუთვნის უკვე რომ Porsche მყავდეს რა ჩემთვისაც ეგეთი როჟა არის რა მე Porsche თუ მეყოლება იმედი რომ მეყოლება აუცილებლად 992 GT 3 RS ეგ არის ჩემი ოცნების მანქანა ხო თუ მეყოლება ეს უკვე იმას ნიშნავს რომ ესე იგი მე ფული გავაკეთე და кайფული გავაკეთე და სტატუსიც არის ეგ და თან кайფიც Porsche ეგ არის, მაგრამ მოტოციკლებთან არაფერ შუაში არ არის რა. მოდი ვაღიარო. არც სპორტთან და არც კრუიზერთან. ხო, რა თქმა უნდა. ყველაზე სწორი თქვა ფერდინანდ Porsche. Porsche არის მანქანა, რომელიც არავის არ ჭირდება, მაგრამ ყველას უნდა კი, ხო, არ გჭირდება.
დაჭირვებით არაფერში არ წინდება. მანქანა არ ჭირდება. ანუ ჩემთვის მანქანა არის, მხუნობის გარეშე გეუბნები რა. რამდენიმე წლის წინ ვარჩევდი მანქანას მაი ავტოზე შევედი რომ მეყიდა რა. და ვარჩევდი როგორც უკანა ფოტო რომელ მანქანაზეც იდო მისაბმელი რომელსაც ჰქონდა იმ მანქანა ანუ რამაგარი მანქანას არ უნდა ყოფილიყო ანუ ტიპთან არ დამირეკავს რა ხვდები როგორი არა იმიტომ რომ არ განვიხილავ მისაბმელი უნდა ქონოდა და ერთი მანქანის საყიდად რომ მივედი აი ლაპარაკში აი ეს რომ აი მაგარი მანქანა ეს არის და გადავწყვეტს რომ მეთქი მივყავს მანქანა და ეს უნდა მოხსნაო და მეთქი კარგად იყავი აი იყოს არგინალური მაგით ვყიდლო მეთქი ამ ხელა მანქანას ნახე ეს თემა რო გადავდოთ ეხლა გეტყვი ნახე მართლა გემოვნებას და იმას არ მართლა ტექნიკურად რო ავიღოთ ბევრად უფრო დახვეწილია ბევრად სპორტული მოტოციკლი ნებისმიერი ყველა სხვა მოტო ვიდრე კრუიზერი იმიტომ რომ ნახე შეხედე 120 წლის წინ 120 წლის წინ რო დაიწყო მოტოკულტურა საერთოდ დაიწყო ამით ეს დაარჩა ისევ როგორც როგორ გითხრა კი ინჟექტორები ის ყველაფერი რაღაცები ხო რაღაცები დაარჩა რაღაცები შეიცვალა მაგრამ დაარჩა კლასიკად ჩვენ აქეთ მხარე ვინც ვართ მაგის მოყვარულები და მაგის ფანები და როგორ გითხრა აი როგორც შენი იდენტობის ნაწილი ხო არის ქართველობა ასევე ხო არის ბაიკერობაც მოდი ვაღიაროთ რაღაცა შენი იდენტობა აი ჯიჯი ვინ არის ბაიკერი ყველას ესე ახსოვს ხო რა თქმა უნდა მაგრამ ნახე აი ის რო ბოდიში მაგრამ არ არის აი თქვა თუ მოხდა ისეთ სიტუაციაში ვარ რომ აი მე არავინ არ მიცნობს იქ არადოს ხას არ უსვაო რომ აი მე მოტოციკლეტი აუ მე ბაიკერი ვარ ძმაო ესე არავინ არ ყოფილა არა ხო ანუ ყოფილა რა სიტუაცია რა სიტუაცია მოტოებზე ჩამოვარდნა საუბარი და ცნობილი კაცი ხარ კონკრეტულ საზოგადოებაში ხო ნუ ეგ ფაქტია ნუ მე შეიძლება მუსიკაში უფრო ცნობილი კაცი ვარ მუსიკოსებში მაგრამ ბაიკერებში როკსტარი ხარ ერთ-ერთი როკსტარი ხარ ხო და შენი იდენტობის ნაწილი გინდა შენ თუ არ გინდა არის ბაიკერობა იდენტობის ნაწილი როცა არის წესით ისტორიასაც პატივს უნაცემდე რა ჩემი აზრით რა თქმა უნდა ხო და ამიტომ ის ვისაც ის უყვარს ის ძველი ამბავი რაღაცა და ისეთი სტილით მოძრაობა ისე ცხოვრება იმიტომ რომ შენ ხარ სპორტსმენი ბაიკერი ხვდები შენ მატყუარატანი მაქვს თუ ეს სპორტსმენი არა სპორტსმენი ხარ დაჟე მე ისიც ვიცი რომ რაღაცა გამოსვლების წინ შეჯიბრებების წინ ჩვეულებრივით MMA-ის ტიპებისავით რაღაცა წონას იკლებ და ვარჯიშობ და respect მართლა საღოლ მე რავი ვერაფრის გამო ვერ დავიკელი დასალევმა მომიგო ყველა ბრძოლა შენთან მართლა პატივისცემა რომ მაგას ახერხებ ნახე ეს ხალხი ვინც აქ დარჩა ეს უფრო რაღაცა ისტორიას პატივისცემს ჩვენ ვართ მოგზაური ხალხი ხდები ჩვენ ირგვლივ უყურებთ როცა დავდივართ ხედავთ აქეთ ხე არის აქეთ ზღვარი და თქვენ უყურებთ მარტო ერთ წელს გვერდზე არის ბლარი ეგ თქვენ ეგრეა ხო იცი შენს რო ეგრეა ტიპები როგორ არის იცი შენს ხო იცი ერთ წერტილს ხედავ მხოლოდ როცა 300-ით მიდიხარ ეხა რა მეც მაგას გეუბნები რომ ნახე ვიღაც ჯერ 300-ით მიდიხარ საქართველოს 300-ით მე გეუბნები რომ ორივე ხელზე მექნება ჩავმეტევა რამდენი კაცი არის ნასრულები 300-ით პირდაპირ გეუბნები მე ვსწავლ ნახევარზე აი პირდაპირ გეუბნები იმიტომ რომ ანუ ყველა ვინც ამბობს რომ 300-ით მივდივარ იმას მე თვითონ GPS-ით გაუზომე სიჩქარე და 300 წასული არავის არ არის იმიტომ რომ არც ერთი იაპონური მოტოციკლი ხარხმად 300-ზე მეტით არ მიდის. ეხლა დაიწყება კომენტარები ვიღაც 600-იანი 300 და 700-იანი 600-იანი კატალოგში ჩახედო 1000-იანიც რო იყოს კატალოგში ჩახედო 2009-დან 15-მდე Yamaha RR-ს რო აი ფლაგმანი და 299 უწერა კატალოგში 286 უწერია. თითზე ჩამოსათველი მოტოები მიდის ქალაქში რეალურად ჩვენ ქალაქში არ ვიზახი არა ქალაქში რაც მოტოები დადის ჩვენთან რაც რეალურად 300 მიდის. მაგრამ ის ხალხი ვინც ამბობს რომ აი 300 რომ მიდიხარ წერტილი ჩანს და გარშემო ბლარი ეგ მატრიცას უყურებენ ფილმს არა ბიჭო ისედაც ეგრეა ფიზიკურად არ გამოგვას მე არ გეუბნები რომ 300 რომ მიდიხარ თავის შეატრიალო მაგას არ გეუბნები რომ თავი უნდა შემოატყო მაგრამ რეალურად ეს ხალხი რახან მოტოციკლს 300 აქვს სიჩქარე იმას ხო ნიშნავს რომ ყველა 300-ით ვერ დადის ზუსტად იგივე სიტუაცია მქონდა პატრულთან ზუსტად იგივე გამაჩერეს და მაყუჩის ამბავზე ხარ ამბები რო ატეხილი შეამოწმეო მაგაზე ვისაუბროთ ისე მართლა. კი ბატონო, შეამოწმეო, მისა ვიდეოს იღებდა და დაქოქე და გაზი მიეციო. მეთქი ხანახი რომ დავქოქავ და გასმიწე ხმა ხო ექნება. ბუნებრივია, მაგრამ ეგ ხო იმას ანიშნავს რომ ვარღვევ. ზუსტად იგივე მეთქი მოდი, აი ჩემ მოტოციკლის სიჩქარე აქვს 400 და სიჩქარის გადაჭარბებას დამიწერე ჯარიმა. ხო არ წავსულო. იმიტომ რომ 400-ია. ხო არ წავსულო არ. მაგრამ იმას ანიშნავს რომ გაზი მივეცე და სადღაც რაღაც ბრუნზე რო ხმა აქვს, ეგ იმას ანიშნავს რომ დამაჯარიმე. ეგრე სკუტერსაც დააჯარიმებენ. კი რა თქმა უნდა ძალიან კარგად თუ გადაუჭირე კი რა თქმა უნდა და ნახე ეგ არის ეხლა უკრავ დავბრუნდეთ რაც შეეხება კულტურას მე ძალიან დიდ პატივს ვცემ მაგაზე 2000 არ არსებობს
ანუ ის რომ ხო მაგრამ ყველას ისე გვახსოვ ხარ ბიჭო ანუ კრუიზერების ტიპებს ეს მოდის მეგობრებო ეხლა რო აგიხსნათ აი რანაირი კომენტარებით მოდის ხოლმე იცი ბებრებო რაღაცებს გვიკეთებს პენსია ხო არ დაირიცხა და რაღაც რატო რამშე გაზიზღა ასე კრუიზერები მე არ მეზიზღება მე მოტო მოყვარული ვარ აბა რას გვე ჩვენთან რა გინდა ბიჭო 30 წლის ტიპი კრუიზერზე რო ჯდება 50 წელს რო იქნება რა უნდა აკეთოს მითხარი ისევ კრუიზერზე უნდა იჯდეს ხო და რა გული ეგ არჩევანია რა შენ გიყვარს სიჩქარე როდი ეგასხოვება მოდი სიმართლეს გეტყვი რა არ გიყვარს სიჩქარე არ გიждები მიყვარს მაგრამ არ გიждები ბიჭო რა მე არ მიყვარს სიჩქარე აი ნახე ვაფშე არ ეს პროსტა შეგრძებები მიყვარს ორი ბორბლის ზოგადად მოტოკულტურაში ჩვენთან კრუიზერი სკუტერი იქნება მთის მოტო იქნება ყველა ძალიან პატივცემ აბსოლუტურად ყველა კლასის მოტო მყავს კრუიზერის გარდა კრუიზერი უბრალოდ კრუიზერი იმან ჩანასვარ მე ჩემი კრუიზერი რაც ყავდა Yamaha Raider 1900-იანი გავყიდე ცოტა დავამატე და 1900 არის ცოტა დავამატე და Vespa ვიყიდე იმიტომ რომ პრაქტიკულად მე Vespa მერჩივნა რა ხო ნუ ქალაქში გირჩა ქალაქში კი არა დაჯე ის ბახსოვს იქ რო ვიყავით ლაგოდეხში როგორ ჩამოვფრინდი ჩვენ მივდივართ ბიჭო რაღაცა ტყავის ჟილეტებით ცოტა ოფლი ბენდენები რაღაცა ბიჭები შავი სათვალით და მე რა მოგვადგას ცისფერივით რა ქვია ვესპათი თუ წვან ცისფერი აი მაღაზია მაქვს უჩხუბი და კატალოგში და მაღაზიაში ცისფერია მაღაზიას ნაჩხუბარი მაქვს შენი ვესპათი შენ ზომას ვთქვი კატალოგში თვითონ კატალოგში მწვანე ქვია მაგას არ ვიცი რა ქვია მაგრამ წიფანის ეძახიან მაგფერს ხო ეგრე არის ტიფანი ქვია მწვანეს და ცისფერს შორის არის ჩემთვის უფრო ცისფერს აი ეგრე შუაზე გაიყო მაღაზიაში ხალხის ის ხო იცი ნახე როგორ რაღაცა უბრალოდ ერთადერთაც არის მე მიკვირს იმ ხალხს და იმ ხალხს ანუ პატივს არ ვცემ ვერ ვიტყვი ეგ მაგის გამო ადამიანს პატივს ვცემდე და არ ვცემდე აი ეგ მაგის მოსმენა მინდოდა შენგან არა რა სისულელე მაგის გამო ხა ყველა როგორც ადამიანს პიროვნებას ყოველას პატივს რა თქმა უნდა მით უმეტეს ნახე როგორ რაღაცა ვინც არ უნდა დამიყენო ანუ პირდაპირ გეტყვი რა ხა ორბორბლიანი ტიპი ბევრად უფრო ჩემიანია ვიდრე ვიღაცას მაგას ამის რო რაზე ორბორბლიანია ვსო დამთავრდა ხა ეგ მან დაღარება ჩვენი ნახე როგორ რაღაცა არ მესმის როგორი ხალხი იცი ონლაინ მართლა არ მესმის აი მოტოზე რო ტიპებს ვიცნობ რა 10 წლის წინ ვიცნობდით 15 წლის წინ ვიცნობდით ჩვეულებრივი ტიპი იყო რა ეს რა ჩვეულებრივი ყოველდილით რო გამოდიან წვერს იპარსავენ ჩვეულებრივი ისმანას ეხლა 2-3 წელს წინ რომ მოტო იყიდეს და აი წვერები მოუშვეს და ყავის ჟილეტები დადიან და ეგეთები გახდნენ ხო ეს უცხოდ ეგეთები და მე მოდი და მე მელაპარაკება მოტოკულტურას და რაღაცას მიხდეს და ბიჭო ეგ ეხლა რა არის შეხედე მანდ რა ხდება არსებობს ეგეთი მოსაზრება რომ ისაო შუახნის ასაკის კრიზისი ხო გაგიგია კაცების შეიძლება საბედნიეროდ გამიგია მარტო ხო ჯერ ადრეა საბედნიეროდ ჩვენთვის ძალიან ადრეა ჯერ იმედია ძალიან ადრეა და შუახნის იქნება 50 მოტოთი დადიხარ და ისე დადიხარ შეიძლება 60 დღეში მოგიწიოს მე რის სიმსხვერპლი ვარ მაგასაც გეტყვი რა მე ვარ რეკლამების ჰოლივუდის და ზოგადად როგორ გითხრა ამ კულტურის მსხვერპლი ვარ მაგრამ შუახნის ასაკის კრიზისი არის ეგ ჩემი აზრით შენასაც იძახი და რატო ტიპი რაი რო იბადება ბავშვი რა ბიჭი ცოტა დიდი ხდება ბაღში შედის რაღაცა წარმოიდგინე მერე ქუჩაში გადის ბიჭებს გაიცნობს რაღაცას მოიპარავს რაღაც ცოტა იჩხუბებს ვიღაცა გოგოს გააბრაზებს რაღაცა ხო ხდები რა რაღაცებს აფუჭებს რაღაცა ისეს და უცებ მერე ნენა პასუხისმგებლობები აწვება ამ ადამიანს გაიგე და კაი ჯანდაბას ეს გავაკეთე ვისწავლე და ჩავაბარე ცოლი მოვიყვანე, შვილი მყავს, მუშაობ ამათვის ყველაფერი ისეს და ერთ დღეს ფიქრობს, ბიჭო, აი, ჩემი თავისთვის რა ვქნა. კარგად არის ეს ყველა კარგად არის და მოდი ახლა ბიჭო, ისევ ბიჭი მინდა ვიყო, ისევ ბავშვი მინდა ვიყო და რა ვქნა მოტოციკლეტი. აი, იქ იწყება ზუსტად ეგ ისევ წვერი მოუშვა, ყავის კურტკა ჩაიცვა, რაღაცა მოლამაზდა. შეიძლება. ეგა ჩემი აზრით 100% არის რა. შეიძლება, მაგრამ მამა ნახე იმიტომ რომ მიცა თავის თავს უფლებო რომ თავისთვის გაეკეთებინა რაღაცა. კი, მე ჩვენ ხო პასუხისმგებლობებით ვართ სავსე ახლა კაცები რა, გინდა არ გინდა აღიარე. ეგრეა, აღიარა ეგრეა. ხო, ეგრეა და მე ერთ დღესაც ბოლო ამის დედაცვატირე ჩემთვის მე რა ვქნა. მე მარტო დალევა ხო არ არის და საღეგზელო ქართველები ვართ ახლა და მაგითი ვირთობთ ხოლმე თავს, მაგრამ მაგის გარდა რაღაცა გვინდა კიდე და აი გუნდებათ რა კაცებს რა. მესმის, მაგრამ ეს რომ მოგინდება მე ცხოვრებას რო აიწყობ, სკოლას დაამთავრებ, უნივერსიტეტს დაამთავრებ, სამსახურში შოვი, დაოჯახდები, ბავშვი გზაზე დააყენებ და მერე რო გაგახსენდება რომ ბარე მოტოც ვიყიდო და სადღაც იაფად ჩაგდო. არა, ეგ ბარემ, სადღაც ის სულ იყო გულში დარწმუნებული ვარ რა. ბიჭო რა არის
ჩვენში ის პატარა ბავშვი არ უნდა მოკლათ არასდროს და უნდა გავახაროთ პირიქით. კაცები ხო იცი არიზდებიან სათამაშოები უზრდებათო და მესმის ადრე მქონდა პისტოლეტები იმის რა ქვია პლასმასის ხა ნახდები მაგრამ რაღაცა ადრე პატარა ველოსიპედი მქონდა ხა მოტო მყავს ეგ არის რა ხო და მე პროსტო მართლა გეთანხმები ყველაფერში უბრალოდ ეგ არის მიკვის მაგ ხალხის რომ ესე რომ ცხოვრებას რომ აიწყობთ აილაგებთ რაღაც და მე რომ აი ბარემ მოტოსაც ეგეთ ტიპე მოტოკულტურაზე რომ შენ ეძახი მაგას შენ არქმევ მაგას ბარემს თორე ეგ არ არის ბარემ ჩემი აზრით ეგ არის ამ ადამიანებისთვის თავის საკუთარი თავის დაჯილდოვება რა თავს მიცეს მაგის უფლება თავი დაიჯილდოვეს არ არის გვიანი არასდროს არ არის გვიანი რაც მეტი შემოგვემატება რავი 60 წლის კაცი რო დაჯდას ეხა მოტოზე მაგრად გამიხარდება აი ხო გაგისწორდება რომ ტიპი მთელი ცხოვრება 60 წელი რა ვიცი პროფესორი იყო ან რავი არავინ არ იყო კაცო ბირჟავი კი იყო თქვათ რა მნიშვნელობა აქვს და უცებს 60 წლის ასაკში გადაწყვიტა რომ ეს მივაგენი ჩემი არა და ბიჭებო თქვენთან ვარ მაგაზე მაგარი რა უნდა არა ძალიან მაგარია მაგრამ ნუ აი რაღაცა თავის დადება რაღაცაზე ცოტა სხვანაირად მისწრაფვა თავის დადებას რა შეეხება პრეტენზიები თუ არ შენთან მოსული რა ბიჭო აი Black Bells-ის კომანდა ვინცა ვართ ჩვენ ხა ყველა კრუიზერის სახელით არ ვილაპარაკებ Black Bells-ის სახელით ვილაპარაკებ მე ხო ის მაგ ჯგუფზე რომ გამოვედი Black Bells-და არაფერი არ ყავს თითიცივლი ჩვენ საერთოდ ალბათ ნერვები მოგეშალა დავდივარ გულაობ ჩვენ არ მოდიხარ არ მოვდივარ არა მაგაზე როგორ მომეშალოთ ნახე როგორ რაღაცა უბრალოდ რაღაცა იყო ერთი ივენთი იყო რაღაც შეკრება არისო და ოღონდ მარტო კრუიზერებიო ხო დრეს კოდივით გვაქვს რა ასე რატო მაშინ დრაგზე რატო აი ნახე ის რო დრაგზე იყო ის მე ფედერაციასთან მქონდა საუბარი რომ აი დრაგზე კრუიზერები გამოუშვათ თუ არ გამოუშვათ რაღაც საუბარი იყო იმიტომ რომ დრაგზე ძალიან ბევრი ტექნიკური საკითხი ძალიან ბევრი ეს დროს მე ხებოდა მე ჩემთან ძალიან ახლოს დასალაგებელიც არის ხო ბევრი მე ბევრ რაღაცას ჩამოშორდი ფედერაციასთან დაკავშირებით რა იმიტომ რომ მიჩვენე მე ვიყო ცალკე კონკრეტულად ვიყო პირობითად როგორც ბოლელი და არა როგორც რაღაცის ნაწილი თან მან როგორ იცი ტექნიკურადაც არ შეიძლება საორგანიზაციო საკითხებში რო ერეოდეს ადამიანის მონაწილე ხო ნუ რაღაცებში შეიძლება თქვას ინტერესთან კონფლიქტა და ჩამოშორდი yes სწორად მოგწეულ მაგრამ მაშინ იყო ესე რომ ანუ კონსულტაციის სახით ქონდა საუბარი ჩემ მეგობრები არიან იქ უცხო არავინ არ არის ნებისმიერ საკითხზე ერთად ვხდებით საუბრობთ ვფიქრობთ რაღაცა ისევ იმისთვის რომ ხვალზე მაზე მოტოკულტურა განვითარდეს ეს გამოდის თუ არ გამოდის ჩვენ გამოდის მაო ჩემი აზრით გამოდის რა თქმა უნდა გამოდის მაგ შრომას მე ვერავის ვერ დავუკარგავ იმიტომ რომ როცა ვიცი რომ პირობითად მე სახში გოჭივით მძინავს ვიცი რომ ფედერაციაში 3-4 კაცი ღამეს ათენებს ანუ თავისი იმით მე ნახე ფედერაცია დგავს ძალიან დიდ ნაბიჯებს. ერთადერთი პრეტენზია მე ფედერაციასთან ნახე რაც მაგათთან იციან ჭორაობა რო არ გამომივიდეს არაფერი პირდაპირ გეუბნები რა. ფედერაციას გათვლაქვს სწორი ერთის ხრივ სწორი გათვლაქვს ნახე რაზე იცი 5 წლის მერე ბავშვი რო დაიბადება. ის ბავშვი 10 წლის მერე 5 წლის რო იქნება. აი ის 10 წლის მერე 5 წლის ბავშვი რო მოტოზე დაждდება ის რო სწორად განვითარდეს, მაგის შესაბამისი სკოლა კონდეს ის კონდეს, რომ მერე 15 წლის მერე აქედან რო საქართველოსდან გავიდეს და ასახელოს საქართველოს. ძალიან სწორი მოკვლევა, მაგრამ ფედერაცია გადართული იმას და დღესდღეობით ვინც აქ ვართ. ცოტა შედარებით ნაკლები ყურადღება ექცევა, ვინც აქ ვართ და ნახე რატო. გული რაზე მწყდება, იცი? ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც ეს ყველაფერი აქამდე მოვიტანეთ. დაიწყეს და მოიტანეს. ხო, რატო გეუბნები, იცი? ნებისმიერი სპორტული ღონისძიების მე 90-ში დავიბადე რა. თვე? დეკემბერი. ნოემბერი. სასიამოვნო. და ნახე ნებისმიერი რო აიღო ღონისძიება მე ხარ 90-იანში ახლა და მე რაც ფეხი ავიდგი საკმაოდ პატარა ასაკიდან მოტოციკლით მყავს ნებისმიერი ღონისძიება რაც კი მოტო იმაში იმართებოდა ყველაფერში ვიყავი ჩართული ან საორგანიზაციო საკითხში ან მონაწილე თან ან ვიყავი რეალურად მოხდა ის რომ მე უკვე მქონდა საუბრები რომ რაღაც სწორი მიმართულებები მივეც ამ ყველაფერს ფედერაცია გიორგი ჩიქოვანი ძალიან დიდი დამსახურებაა რომ ეს ყველაფერი ოფიციალურია და ჩვენი ფედერაცია ფიმის წევრია და დაგვიანებულიც კი იყო მე თუ მესმის მაგრამ ჯობს გვიანებდი არასდროს ეს ყველაფერი გაკეთდა და უბრალოდ ერთი ისა რომ ანუ დღეს გათვლა არის იქ სადღაც სამომავლო რაღაცებზე და ჩვენ აქ ცოტა უყურადღებოდ ვჩებით რა კი შეჯიბრი ტარდება ის ტარდება ეს ტარდება ჩვენ ფედერაციის პირდაპირ ვამბობ მინუსი არის რომ უნდა იყოს განსაკუთრებული სიმკაცრე
ნებისმიერ საკითხში და ჩვენ თანახე როგორ არის პირობითად გეუბნები რა. ცოტა რო ჩავშალოთ რამე ხო იცი მან ვერ ვარ ისე ჩახედული მაგ სპორტულ ამბებში. ანუ გულისწყეთა რაზე ანუ ყურადღება რამ ხრივ უფრო უნდა იყოს მაგალითად მოქმედ სპორტსმენებთან. მივალ მანდამ დაგეთქვი. ნახე ფედერაციაში არის რაღაცა რა შეჯიბრის წინ იმართება ბრიფინგი. ხო. სანამ ანუ შეიძლება აღმოჩნდეს რომელიღაცა მონაწილე ბრიფინგზე არ მივიდეს. არ დაესწროს. ანუ ეგ რომელიმე ნორმალურ ქვეყანაში რომ მოხდეს არ შეიძლება. ანუ ჩათვალე რომ ის ადამიანი შეიძლება ტრეკზე საყურებლადაც აღარ შეუშვა სხვა დროს. ანუ ტრიბუნაზე არა. რა გაქვს მაგაზე მნიშვნელოვანი. ხო, ანუ ეგეთ რაღაც არის. ბევრი პატარა ნიუანსი ხა ეს არა ეხა ეგ ჩემი აზრით იმის ბრალიც არის რომ რადგან აქ ეხა შენ მაგალითად მოიგე. გახვედი პირველზე. შენ იმხელა არც ანაზღაურება მიგიღია მაქედან, არც პრიზები და რაღაცები, ხო, იმხელა რომ ეგ შენ ყოველდღიურ ცხოვრებათ, ანუ ისედაც ეგ ჰობის სპორტში შენ სპორტსმენი ხარ გადაგწეული გაქვს, მაგრამ როცა შენ ოჯახი გაწევს ზურგზე, ის შენი პასუხისმგებლობები გაქვს, მაგით ვერ ცხოვრობ ამ ქვეყანაში. ხო ხდები და ამიტომ ეპატიება ჩემი აზრით ვიღაცა ბრიფინგზე თუ ვერ მოვიდა. სამსახურში იყო შეიძლება. არა, სამსახურში არ ყოფილა, მან სხვა დამოკიდებულება რა მშრომა. ერთს ასოძახი რომ ეს ყველაფერი სასახად ფედერაციის ბრალი არ არის. ანუ ადამიანზეც ხარ დამოკიდებული. უბრალოდ ისა რომ საქართველოში იმდენად ამ ცოტა მოსახლეობაში იმდენად ცოტა ვართ ისეთი ვინც რეალურად შეიძლება რომ ხდები ანუ ყველანაირი ხალხია გამორეული მაგალითად ის მე რომ მაგალითად სპორტისთვის თავს ვდებ ვიღაცა თავს არ დებს და ვიღაცისთვის გასართობი. ანუ ეგეთ რაღაც უბრალოდ საჭიროა სიმკაცრე. ბევრ სხვა რაღაცებში რო ჩავშალო მარტო მაგაზე უნდა ვილაპარაკო ძალიან დიხან იქნება. მაგრამ არ ვამბობ რომ ეს ყველაფერი ფედერაციის ბრალი მან ძალიან ბევრი ნიუანსი ჩემბრალიც არის პირობითად. ანუ მეც ბევრი დარღვევა მაქვს გაკეთებული. ისეთი რამაც მაგალითად შეიძლება ფედერაციაში რაღაც საქმიანობას ან შეჯიბრის იმას ხელი შეუშალა. რაც გაიფიქრეთ ეგ არა. მან მართალი ვიყავ. ანუ მართლა ანუ ბევრი ნიუანსია რაც ყველა უნდა მოვინდომოთ რა. და ეგ არა საერთო ჯამში ყველა კი, მაგრამ იცი მაგარ რაღაცას ეგ რასაც ვაზრობდი ხა მე რაზეც დავიწყე, საიდანაც გადავედით მან რა რომ პრეტენზია და გულისწყეთა მაქვს თქო რა. ეგ არ ეხებოდა კონკრეტულ აი სპორტულ თემას არ ეხებოდა. მე ვლაპარაკობდი ქუჩაზე. მე ვლაპარაკობდი ქუჩაზე და ვლაპარაკობდი კონკრეტულად მაგალითად აი შენზე კი არა მაქვს საუბარი რა. როგორც კრუიზერების წარმომადგენლების, სპორტების წარმომადგენელთან ესე ვლაპარაკობ, ეხლა ჩვენ ვართ უბრალოდ წარმომადგენლები. კონკრეტულად შენი შეხედულება ყველაფერზე კარგად ვიცი, შენი ვიდეოებიც ნანახი მაქვს და რა დღეში იყავი და ხმალ ამოღებული იყავი, ეგეც ვიცი, მაგრამ ბიჭო, მაგალითად ეხა დღეს ვფიქრობდი გზაში ეხა ჯიჯისთან მივდივარ იქ, მეთქი აუ ეხა ამაგდებს საში ამ კეცლავს, მეთქი დაიწყებს ისევ თავის ტრადიციული თქვენ ბებრებო და რაღაცებს, მაგრამ მეთქი რაღაცა მეც მაქვს სათქმელი. ოღონდ ეს სერიოზულად ხურობის გარეშე. აი ეს მაყუჩების თემა რო იყო, მაგალითად. გასაგებია რომ აი დაბინძურებული სივრცე არის რუსთაველი, გასაგები არის. აი იმიტომ რომ პროსტა ნუ რაღაც საპროტესტო ადგილად გადაიქცა რუსთაველი. და მართლა დაბინძურებული თემა არის იმ დღეს ჩვენ იქ რო გავედით სანამ მოვყვები ბოლოს რატო წამოვედი იქიდან იცი ვიღაცა გამოვარდა მიშას პლაკატით და გზა ორმა ქალმა ბიჭო გზა გადაგედა რა მიშა მეთქი გაეთრე გალო აქედა სხვა საქმეზე ვარ მოსული ხო ხტო და ისე მოხდა რომ მარტო Black Bells-ის წარმომადგენლები რაღაც ერთი 30-40 კაცი ვიყავით მისულები ერთი ანუ დავდიოდი რა ვინახართ მეთქი თან კამერით ვიყავი ეგ ვიდეო არ დავდე სპეციალურად იმიტომ რომ საერთო სირცხვილი იყო ჩვენი ახლა მაშინ ეგ უნდა დამედო როგორ იცი რომ ჩვენ მაგარი ბიჭები ვართ ჩვენ გვაწუხებს და იმათ არა ხო ანუ ეხლა ნიშნის მოგებით არ დავდებდი ახლა მაგ ვიდეოს ვაფშე დავშალე ის ვიდეო არც ერთი ძმაო აი სტრიტი სპორტი არც ერთი წარმომადგენელი ერთი კაციც კი არ მოვიდა იყო ცალკე შეკრება მაგრამ ნახე რა მე წარმოიდგინე ანუ რას გულისხმობ ხო ხდები არა და თვითონ Facebook გვერდები ახლა ჩვენ ვინც ვიყურებს ყველა არის იმ Facebook ჯგუფში მოტო რაღაცა რო აწერია რა ჩვენსას კი არ ვიძახი Black Bells ის დიდი რომელიც არის იქ დაიწერა იქ დაორგანიზდა იქ მოხდა ამ ყველაფრის რა ქვია რეკლამა თუ რა გავიდეთ ძმებო ხმა მოვიღოთ და ჩვენ ვაფშე სხვა კომანდა Black Bells-ის კომანდა თოხთოხა მოტოციკლეტიანი კაცები რომლის გამოც არ მიუღიათ ეგ ვაღიაროთ ორივე ჩვენს გამო ეგ კანონი არ მიუღიათ მიიღეს იმად გამო ვინც არ გამოვიდნენ სირცხვილი არ არის იმაგის თედავადი ნახე რუსთაველზე რაც შეეხება იქ ხალხის დგომას მე ყველა ადამიანს პირდაპირ გეუბნები პატივცემ პოლიტიკური ნიშნით არავის არ ვყოფ რა იმ ადამიანს რომელიც რუსთაველზე დგას თუ თulis რომ თავისი სამშობლოსთვის იქ დგომით კარგს აკეთებს
ის ხო ესეთი ის. ეგ სხვა თემა. ეგ არ ნაცკოცობა, კაცო, მე ვიზახი ჩვენ არ ამბავი. ვიხები ნაცკოცობას. ისე ანუ თulis თავის ქვეყნისთვის კარგი უნდა. თავისთავად პატივსაცემია. ეს თემა რო გადავდოთ, ეხა გეტყვი რა. მაგ დროს რატო არავინ არ მოვიდა სპორტიდან ერთი ადამიანიც რატო არ მოვიდა პროსტა საწავიდა. მე გეტყვი ესეთ სიტუაციას, როცა ეგ შეკრება იყო ხო ნახე ესე კომენტარებში აბა ბიჭო ხმალი ავიღოთ ქართველებო და არავინ არ მოვიდა ბიჭო რანაირად მე რომ მქონდეს მაგალითად მაგ რომელიმე ჯგუფზე წვდომა აი ინკოგნიტო დროპოსტავენ აი მაგ ფუნქციას გაუთიშავდი აუ რა სირცხვილი გააკეთეს ეგ გახსო ეგ დამავისტო გახსოს როგორ დაიწყო ინკოგნიტომ დაიწყო ეგ ინკოგნიტო რაღაცა შენ თუ მიყურებ ბიჭო ვიღაცა ხარ შენი ქათამი რა გითხრა რანაირი ქათამი ხარ ვიღაცა ხარ ანუ არ გცხვენია მაგას ვამბობ ინკოგნიტო აი არ მოსულა რა ვაპროტესტებ და ჩუმად და დამალულად არ მოსულა მე შენ გეტყვი ხა ნახე როგორ მოხდა მან ჩემი ჩართულობა მან როგორ იყო რა მოხდა ეს რაღაცა რა პარლამენტში იყო შეკრება მაყუჩებთან დაკავშირებით რა მე საიდან მოვხდი ანუ რატო მოვხდი მაგას ხა როგორ იცი რა დიდი მნიშვნელობა არა არა მეგობრებმა ფედერაციის ავტოფედერაციის პრეზიდენტი იყო მოტოფედერაციის პრეზიდენტი იყო შევიკრიბოთ მეთქი ოკეი მე ცოტა ისე გული დამწყდა რა სიმართლე გითხრა რომ მე არავინ არ გამაგებინა გინდა თუ არ გინდა ჩვენ ვაღიარებ თუ არა მე ხა YouTube-ზე რამდენი გამომწერიც მყავს აი ჩემპიონში კრუიზერულ პონჩი ასე თუ ისე ყველაზე დიდი არხი მაქვს არავინ არ გამაგებინა ეხა მე გეტყვი ჩემ გულს ყველა იყო ვიღაც ან მანქანებიდან ან სპორტებიდან ან ვაფშე არაფერ შუაში ვარ არის ჩვენთან მაყუჩები ველოსიპედით დადის შეიძლება ან რა ვიცი მაყუჩიანი არაფერი არ აქვს იმას ვინც იქ იყო არავის არ ეგონოს რომ იმას პარლამენტში ვიღაცა მივა ჩემნაირი ან ჯერ არავის არ ეგონოს რომ პარლამენტში ვინ მივიდა იმას აბლატავებენ ხო ანუ აბლატავებენ ეს ერთი მე რომ პარლამენტში მივდიოდი ესე და რაღაცას ვცვლიდე უკეთეს ქვეყანაში ცხოვრობ ხო ანუ არის პარლამენტში რომ შენ რომ ვიდეხარ მე ან ნებისმიერ ჩვენნაირი და იქ რომ ყველა ვისაც ვიც შეთანხმებული უკვე ამ კანონზე და შენ უბრალოდ რომ ატივი დაგდეს და გესაუბრები და შენ რომ გაბლატაო ნახა იქ რა წარმოუდგენელი წარმოუდგენელი მაგის მე აღარ მარა მეორე მხარეც არსებობს მან არ მინდოდა ამას შევხებოდი მაგრამ მაინც ვიტყვი არავის არ დავასახელებ მაგრამ ის რომ იქიდან გამოხვიდე და ვითომ ამ ბიჭების აქედან ჩვენი სახელით იმათი ნალაპარაკები გააბრაო ეგეც არ არის სწორი არა იმათ ნალაპარაკები ოპოზიციაში თუ უდგები რაღაც საკითხში ვიღაცას უნდა ჩაუდგე ჩემი არა იმათ ნალაპარაკები იყო რამოდენიმე და არ ვიცი არ გავავრცოთ ახლა ჯობია ვერ გაპრავდება არ ვაწყენიოთ არა გეტყვი რატო მე რო მაგაზე ვთქვა რამე არასწორი ვიქნები სინდისთან და ნამუსთან იმიტომ რომ პირველი მე ვიყავ ვინც დაისაჯა და ყველაზე მკაცრად ანუ მე იმის მე არ ყოფილი ვარ იქ სიმართლე გითხრა უბრალოდ ერთადერთი რაც არის რომ მართლა რასაც ვერ დაუკარგავ მქონდა ეს შემთხვევა რა მაგ დღეებში რუსთავ შემთხვევდა შეჯიბრი ხო ვიცი დრაგი ბიჭო როგორ ნერვიულობა მიდიოდა ყველა ბაიკერს იქამდე როგორ მივიდე და რაღაცა შენ რო დაწერე მახსოვს მიგვაცილებენო კი საპატრულოსთან მქონდა ესეთი თხოვნა რომ ანუ კითხვა მქონდა პირველ რიგში მეთქი ანუ მითხარით რა ვქნა აქ არის ხალხი ვინც აკეთებს იმ საქმეს რომ რეალურად ხალხმა ქუჩაში არის გაზო ის არ გააკეთოს ეს არ გააკეთოს წესები დაიცვას დახურულ უსაფრთხო ტერიტორიაზე უნდა შეჯიბრის ჩატარება მაგრამ ხალხი მანდამდე ვერ მიდის რა ვქნათ მეთქი ძალიან მარტივად მითხეს რომ მოდი გავაკეთოთ ეს რაღაც სიები სახელები გვარები მოტოვები და ვინ რა უბნიდან მოდის შევიკრებებოდ რუსთაველზე ეგ წავიკი კი ველოსიპედით იმიტომ რომ ვისაც ევასება ეს გაზავება უნდა თავის მაგათ შეეჯიბროს ბოლო ხო რა დავდგეთ ძმა მიგვიშვით ხო რამდენი არიან ეგეთ მოდი დავდგეთ ძმა იძახიან და იქ თუ არ მიგვიშვეს წავა და ავტობანებზე აყირავდებიან მე ხო ვიცი ხო და ნახე ერთი რაც იყო მაგას ვერ დაუკარგავ ეგ სიკეთე მართლა იყო ანუ არავის მისამართი არ ჩაუწერა და მე არ დაუსადგავებია ხო ეგ ვიცი მან ნახე რა მოხდა ეხა არა იქ რაც მიდიოდა ბაზარი იმის ეგეთი ბაზარი ყველგან ეხა ანუ უნდობლობა როცა არის ეს ყველაფერი შეძლებელი თემა არის ახლა იმიტომ რომ ვერაფრამდე ვერ მივედით ჯერჯერობით და გზაში ვართ რომ რაღაცას დაიმგვანოს ეს კანონი კი ბატონო მაგრამ აი ჩემი აზრი უნდა იყოს ესეთი რომ მაგალითად აი როგორ ანუ რაღაცა ნორმალური ქვეყნიდან არა მაინც და მაინც როგორც შვეიცარია და დალაგებული და ისეთი რომელიმე ქვეყნიდან რო ავიღოთ რაღაც მაგალითი პირობითად ავიღოთ და ნახე რატო იმიტომ კი არა რომ ჩვენი აზრი რა გაგვაჩნია იმიტომ რომ სიტყვაზე დღეს რომ
ეს თორობაა, ხვალ თორობა შეიძლება რატო იმათ გავლილი აქვს. მაგის უკან გამოსვლება გაცილებით ადრე დაიწყო იქ მოტოკულტურა, გაცილებით ადრე ჩაიყარა საფეხური, ანუ ყველაფერს, რაც ասა ჩვენ ახლა გავდივართ. იქ გავლილი აქვს უკვე და რატომაც არ უნდა ავიღოთ კაცო სხვა ქვეყნიდან. ავიღოთ, ბაზარი არა. პოლიტიკური ისიც რო არ იყოს, ვიღაცა რატომ მოიგონეთ რო არ იყოს, იტყვი აი აქედან ავიღეთ რა. ანუ რაღაცა რო იყოს, მაგრამ იყოს ფორმაში, ნახე. გავმიჯნოთ რა პოლიტიკიდან, მეგობრებო, ჩემი თხოვნა იქნება. ხა ნაცკოცობა აქ არ მოსულა. ეს ყველას ჩვენი საქმე არის, ანუ ვისაც გვიყვარს ორიბული ციარული, შენ პირადად კოცი ხარ თუ ნაცი ხარ თუ რავი, ვისი მხარდამჭერიც არ უნდა იყო, თუ ვიტყვით ყველა ერთად რომ ბიჭებო, მოდი თქვა გავაპროტესტოთ, თუ ვიტყვით რომ რამეს ვეთანხმებით და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ბიძაჩები ეხა პარლამენტში ზის თუ წინა პარლამენტში იჯდა თუ აწი დაჯდება. საერთოდ არ აქვს მაგას მნიშვნელობა. ჩვენ ცალკე სამყარო ვართ ბაიკერები და მოდი ესე დავრჩეთ ჯობია რა. ხო რა, არ უნდა პოლიტიკის აქ შემოტანა, არაფერში არ გვაწყოს და არც გვაინტერესებს, მე მგონია რა. არა. და რაღაც ფორმა რომ აჯარი მე, ანუ დამოკიდებულებაა კიდე ძალიან ცუდი რა. რომ ვიცი აი სამხარაული ცნობამ რეალურად ნახე რა ხდება. სამხარაული ბიჭო, ეგ არის იმის ბრალი, რომ ანუ გადაუმზადებლები არიან და არ იციან რასთან აქვს საქმე. აქვთ ბრძანება, მაგრამ იმ ბრძანების განმარტება არ აქვთ. ეხა ეგ გავაგზავნოთ ჩვენ, მაინც იქამდე მივალთ, რომ რაღაცა არაპროფესიონალიზმში უნდა ვამხილოთ ვიღაცები, მაგრამ არ არის ეგრე. ეგ არ არის ჩვენი საქმე. თვითონაც არ იციან რა საკეთებენ წესი. ეგ არ არის ჩვენი საქმე, მაგრამ ანუ მე ჩვენი საქმე არის, რომ ჩვენ თავისუფლად გვიდა ვიბოძრავოთ. ხო, რაღაც შედეგი მინდა დაიდოს. ვინმეს თუ შეაწუხებს ბიჭო, რავი, კამერებით არის ქალაქის სავსე მაგის დედავატია. რა დროს შემაწუხეს მე რომ დავრეკო? ხო, სიტყვაზე. აი, აქ ცხოვრობ და ყველგან კამერა არის და მე პირადად ვიცი, რომ რაღაც სამსახურებს თითქმის ყველა კამერასთან აქვს ცდომა. ამის მოძიება თუ ვინმეს უნდა რომელ საათზე მე ვინ შემაწუხა, იმის გაგებას არაფერი არ უდგას წინ. მაგრამ ასე საჯაროდ რომ ყველა უბრალოდ არსებობის გამო იჯება, ეგ არ არის სწორი. ხო, აი, ბაქოქე მოტოზე ხმა მომასმენინე ძალიან მარაზმია. სიგიჟია ხო. მარაზმია ძალიან. ანუ კი ბატონო, მოდი გავტესტოთ აპარატით სპეციალურ დივაისს რაც ხმაზომოს გადაცდება დამაჯარიმე. ოღონდ მითხარი რომ პირობით ადგილი. ის კაი ამბავი არის ხა 11, ანუ მე მაგალითად 11-ს არ ვემხრობი საფხულის დროს განსაკუთრებით 11-ზე დღე არის მე მგონი კიდე უკვე და მაგ დროს ასწორებს გაგას სიცხე რო გადადის და სიგრილე შემოდის, კატავა მაგ დროს ასწორებს, მაგრამ ოკეი, ეგ თუ ეგრე არის, ეგ დავამგვანოთ მაშინ კანონს ამ ეტაპზე და გამოსწორებაზე მე ვიფიქრობ. ხო და ანუ ფორმაში არ არის, იმიტომ რომ ისე ველოდებოდით რომ რაღაც ახალი წელს მე რაღაცა მე პირდაპირ ყველას ვეუბნებოდი რომ ანუ აი არავინ არ დაიჯეროს რომ ხო, მაგრამ ის სიგიჟე არის მართლა, ეხა არ კონკრეტულად რა თქმა უნდა კიდე არ ვახსენებ რა ის, მაგრამ შეხვედრაზე ვიყავი მეგობრებო და დღეს ისევ არაფერი არ შეიცვალა და ოღონდ ამას ძალიან სერიოზულად რო გებაზრებია. იცი რა მაგარი რაღაცა მოხდა დღეს არაფერი არ შეიცვალა. მაგის ლაპარაკობს ხო იცი. ყველას პირადად ვიცნობ და მეც ყველას რაზე ვიღადავები ხოლმე ისე. პირდაპირ ჩანაწერები ყველას რომ მანქანიდან რო გამოვლენ პარლამენტა რომ ერთმანეთს რომ მოასწრო მანქანიდან ჩქარ-ჩქარო ლაპარაკობენ რომ მე ჩქარა დადნა. მეგო, კაი რა, გეხვეწე სირცხვილია მართლა. თქვენ შეიძლება წაშალოთ ის კომენტარები, რასაც გიწერენ, მაგრამ ხო გიწერენ. ეს ხო ნიშნავს იმას, რომ ხალხი თქვენზე უკვე ეგრე ფიქრობს და შეეშვით რა სისულელეს. ანუ მეც მე ხმა სხვა თემაზე გადავიდე ჯობია სანამ რამეს არ დაემგვანება ეს კანონი. აი რას ვიძახდი წეღან რომ დაუბრუნდე ჩოპერების თემაზე, კრუიზერების თემაზე, ჩემი იმ ჯგუფიდან გავშ თემაზე რომ იყო რომ თქვენს რომ კრუიზერები იყოსო, ანუ რატომაც არა იყო როგორ ვიცი, აი მეთქი რაღაცა ხო ხდები, აი მაგათმაც რაღაც ნახონ სიჩქარე რა არის რა, უსაფრთხო რა. ისიც ხო ხდები ხა სპორტბაიკებში 400 მეტრია და გოგოების კლასი და კრუიზერების კლასი 300 მეტრია. და აი ვერ დაატორმუზონ თქვათ და თან ახლა რეალურად რო აიღო 300 მეტრში ორ კრუიზერ შორის უკვე გადაწყვეტილია ვინ გავახდა ის 100 მეტრი უკვე მეტი არა. ხო. კი ბატონო, უცბად გაიჩნდა ეს რაღაც რომ რამდენი რაღაც შეკრება იყო პირობითად გეუბნები რომ რაღაც და აი სპორტბაიკით ვერ მოხვალ. ეგ არის კონკრეტულად, ეგ არ არის ზოგადი პრობლემა. ეგ არის ერთი პრობლემა არ არის. ეგ არის ზოგადად როგორ გითხრა დრეს კოდივით ჩვენი Black Mess-ის რა და მაგით ვინარჩუნებთ იმიჯს, სტილს. როგორ გითხრა ჩვენ მე მაგალითად ცხოვრებაში რატო ავირჩიე მაგალითად ეს სტილი და არა სპორტი. ბავშვობაში ჩემთვის მოტო იყო მოტო. და ყველა მოტო მინდოდა. სულ ერთი იყო ჩემთვის ჯერ რა მოტო მინდოდა ის არ ვიცოდი. იჟი წითელი პირველად რომ ნახე ესეც ვერ ვწდებოდი იმას, რა ქვია, ფეხის დასაწყისს, აი ძაა პატარა. ხო? კი, გარაში მყავს. მართლა ხო? 90. მოხოდილი?
ნუ თითქმის 90-იან. ხო და აი ეგ რომ ნახე პირველად, მაშინ მივხვდი რომ всё მოტო ჩემი ცხოვრებაა რა და მოტო მინდა. ხო და წარმოიდგინე რა მიმიყვანა ხა აქამდე, იმან რომ აი კინოს უყურე იქ იყო სპორტიც, იქ იყო ესეც, ეს მომეწონა. მუსიკას უკრავდი, იქაც რაღაცა ეგ თემა იყო. აი ყველანაირად სუბკულტურა მიმიყვანა იქამდე რომ უფრო კრუიზერის ტიპი ყოფილიყო. პირველი ეფექტი შენზე რომელმა ფილმმა მოახდინა ან რად ნახე მოტოციკლით ესე რომ მოგინდა. ფილმში? ხო, აი მე ჩემი ზუსტად ვიცი. ფილმში, ბიჭო, ფილმში რა გითხრა. მე ზუსტად ვიცი. ფილმი არ მახსოვს. არ კონკრეტული ფილმი არ მახსოვს. მაშველები გახსოვს სერიალი რო იყო. კი, კი. მან იყო ერთი სცენარი, იმათ რეინჯერი ყავდათ მაშველებს. შეიძლება. მოტოს გაეკიდათ და რო ვერ დაეწია, მეთქი მე მოტო. შეიძლება მაგანაც იმოქმედა, იმიტომ რომ ერთი ასაკისა ვარ. ბიჭო, ფილმს, აუ, ეგ მის. ხომ არ მე და შენ შორის დიდი სხვაობა, შენ მაშველებს შეიძლება სხვა რამეს უყურებდი. მე მოტოებს უყურებდი მაშინას და მანქანებს და ვიცი, ფილმი ბიჭო, რატო? ტერმინატორი რო თქვა ძალიან ის იქნება, კლასიკური და დებილობა იქნება, ხო. არ ვიცი, ფილმი რო გითხრა. მე ჩემი პოსტა უბრალოდ მახსოვს. შენ სიმართლე გითხრა, სულ თავიდან, სანამ მოტო მეყოლებოდა, ერთადერთი სტილი რაზეც ვიყავი გადარეული, იყო კაფე რეისერი. მართლა. დედასპიც. ანუ გემოვნება არც არ ქონია. ანუ ხოლმე კაფე რეისერი მიყვარდა. შენთვის შეიძლება არ არის გემოვნება, მაგრამ ჩემთვის გემოვნების პიკი არის კაფე. მე კაფე რეისერი სასწაულად მევასება, ოღონდ მართლა გადაობის გარეშე. ჩემთვის არის გემოვნების პიკი რა. სასწაულად მევასება, დაჟე. რაზე მაქვს ნაფიქრი? ოღონდ კაი გაკეთებული რა, ხო იცი ეგ არ არსებობს ეგ იყიდო. და გააკეთო ლამაზად რა. ეხა R90 რო იყიდო ისო მე ნახე რა მოსმენს ეხა კიდე ჩემ მეგობარს ყავს BMW ყავს აწყობილი R100 და დაუძდა დაახლოებით 2 R90-ის ფასი. ოღონდ 2 R90 რო ყუთით იყიდო. ანუ მაგის არ მესმენთ რომ საბოლოოდ გამოვიდა ლამაზი custom ჯართი. ჯართი რატო რა? აჩნია რა მოტორი აქვს და როგორ და R100 რაც არის ძველი G-სა, ძველი GS რაც არის R100. კლასიკაა. GS-ი არა R100 ჩოლა. მესმის, და მაგაზე სამაქ ნაფიქრი. R80-იან რამე ეგეთი რო ვიყიდო ძველი ავაწყო და იცი რა მაგას ხო ძრავი ოპოზიტურია. ხო. ანუ სამხრეთ ცილინდრს მოხსნე რომ კედელთან ახლოს იყოს და კედელზე ჩამოვკიდებ რო უყურებ. არ გამოსწორებს ჩამოჭრინო. ანუ ცილინდრს მოხსნე კედელთან ახლოს იყოს. ანუ არ ვიგნი რა. მეუასება, მაგრამ არ ვიგნი. არა. არა, ბიჭო, რატო არ ვიგნი? ძალიან გაგის შენ მით უმეტეს გაგისწორდება, იმიტომ რომ კლასიკურზეც იჯდები პახოდო. და პახოდო სიჩქარესაც მოჭიმავ თუ მოგინდება. ვერ მოჭიმავ. ანუ არ ხე აი მე მოტოციკლეთზე ანუ მიყვარს ტექნიკურად რო გამართული აი მიყვარს ამორტორებული შეგიძლია ყავდეს კარგი კაფე რეისერი აი როგორ გითხრა სწრაფი კაფე რეისერი ზოგადად თავიდან ხო კაფე რეისერები მაგის გამო გაიჩიტა რომ სწრაფად ვინ უფრო მივიდო და იქ ფულიანი ბიჭები რო ერთობოდნენ რა ნუ აი ჩემთვის ცოტა ისეთის არის ხა R90 2015-ში მყავდა R90 2000 ტონ სუახალი აი სუახალი და არადოს არ მოგდომებია კაფეთ გაგიკეთებია R90 კაფეთ არ დაბადებული ნახე რა მოხდა ანუ სამსახურიდან სახში მიდიოდ და დაახლოებით სუახ ნოლებიდან გეუბნები 1000 კილომეტრი რო გავიარე მივხვდი რომ მე იმას ვაფუჭებდი ანუ ის არ იყო საჭირო ძალიან მაგრად მომეწონა მაგარი ამორტორი ქონდა თითქოს მაგარი მუხრუჭი ძალიან მაგარი მუხრუჭი ქონდა მაგაზე 2000 არსებობს დღეს თანამედროვე ბოლო მოდელ სპორტულ BMW-ს სუპორტები უყურեն ტექნიკურად რო კალიბერები და ნახე რა მოხდა ანუ გზნობდი რომ ვაფუჭებ და ნახე რა ეხო კარდანზეა ხო ოპოზიტია გასვლაზე ხო ქანაობდა და ნახე კარდან მოტოზე რო დაждები რა მიაქცია ყველა დამოღება ეს მოტოციკლი ხო დგას გას 8 წინ კი არ მიდის ჯერ მაღლა ადის და მერე წინ მიდის ხუმრობი გაშენ ის ყავდა 1000-იანი სადაც მაკაცვა დამიტოვა ვირაგო ისა ვესტარი Yamaha ვესტარი ხო აი გას რომ იცი მაღლა ადის და მერე წინ მიდის თუნა კაცი იყო და ესე მიდიოდა აი რა მოსახოვში ხო შევდივარ მოსახოვში შევდა ხო იცი გახსნას მოტოციკლი ჯერ მაღლა მიდის მერე ოპოზიტ რაღაცა და მივხვდი რომ ჩემი არ არის ანუ ნახე მოტოციკლს მე ვენდობი შეხარ სპორტსმენი ძმა სპორტსმენი არა ვენდობი ბოლომდე და რაღაცა სულით ხორცით გასაგებია მაგრამ უფრო მეტად ხარ სპორტსმენი შენ რა უფრო ტექნიკურად მიყვარს ხო რა ეგ არის შენი არის სპორტი რა ჩემი არის მოგზაურობა ის მიღება რა იმ ემოციების მიღება აი ტყესთან მივედით რა ვიცი ვიღაცა გვეჯდა ჩემი უსაყვარლესი პიკნიკი გავშალეთ რაღაცა ჩავატარეთ ბევრი ერთად ვართ იცი როგორ გულიწდება შენაერი ტიპი რო ჩვენ კომანდაში არ არის მართლა გადაობის გარეშე რანერი კაი ტიპიც ხარ საურთიერთობოდ ხო ხდება ჰომოფობები ხარ ძმაო რატო ვართ აბა არჩევთ იმით რა მოტოტექნიკით ჰომოფობები ამით აღიარებ რომ გეი ხარ თუ რა არა გეი არ ვარ მაგრამ უბრალოდ არჩევთ რა თქვენაირი რო არ არის ტიპი გამრიყეთ და არა ბიჭო გაგრიყეთ არა ეგ ჩემი გადასაწყვეტი არ არის მე ჩემი ამბავი რო იყოს სულ ერთი იქნებოდა ვინივლი და ჩვენთან ერთად
ჩემი გადასაწყვეტი რო იყოს, მაგრამ იმისიც მესმის რა დრეს კოდილით აქვს დაცული და ლამაზიც არის. ჩვენ სულ ვიღებთ, სულ კამერა დაგვგდებს, სულ ის და ჯერ ხო ნახე იქ ვიდეო რო ჩავთეთ სამწუთიანი დაჯილდოებაზე. ძალიან ვიდეო იყო, ხა აგიარე რა. კი, ვიდეო კაი. შენ მივხედავ ისა მოგწონს თუ არა კონკრეტულად ექსტილი, მაგარი ლამაზი. მე გეტყვი ის კადრი რომელი კადრი მომეწონა. ბიჭები რაღაცა. მე გეტყვი რომელი კადრი მომეწონა. აი ფონჭალაში გვირაბიდან რო გამოდიხარ ცინელი და ჩემი გადაღებული არის დრონის კადრი. ძალიან მაგარი კადრია. იმას ანაშოს მე მაგმოტოს ვიყიდე. ბიჭო, რატო არა? ყველანაირი ტრანსპორტი ყავს და ერთი ეგეც მოაგდე რა. არა, ხომ არა. იმიტომ რომ დროის გასატარებლად იდეაში და აი ცხოვრება რო შეიგრძნო, ეგ არის საუკეთესო ვარიანტი. ცოლს მოიჯენ, გავი, ბავშვს მოიჯენ, ერთად წავალთ, იქ კარავს გავშლით, იქ რაღაცა ისა გვაქვს, кейფი გვაქვს, ისა გვაქვს, ერთად დავდივართ ბევრნი. ასწორებს რა. მაგის არის სკუტერი და აგიხს ნახე როგორ რაღაცაა რა. ჩემი სკუტერი რო არის. არ მინდა ეს სკუტერი. არა. ხო, შენ მოტოზე ჩქარია, შენ მოტოზე მანევრულია. ჩქარი ვერ არის. რა ვერ არის შენ მოტოზე? 180 დადის შენი სკუტერი? 180 დარდა ჩქარი, ანახე სიჩქარე მაგით არ ჩქარება შეიძლება ქონდეს. მაგით არ გაიზომო. ნახე. ანუ მანევრული ის 180-ზე მეტითაც დადის ჩემი, მაგრამ მე ვერ გავატარებ. არა, არ უნდა გაატარო. 180-ზე რა დამემართა? მოგიყვე? შენ თუ მინდა 300-ი არის. პირველად. არაფერი არ მოგივა მაგის სიტყვას გასა. წავედი ქუთაისში ავიღე, პრავა, თუ სადღაც. იტოში, ხო, ქუთაისში ავიღე, აქ ადგილი არ იყო, მაგრამ ისე ძალიან ჩქარა მინდოდა პრავა რო ავიღო, რომ გიჟებით ვიყავი და წავედი, იქ იყო ადგილი, ჩავაბარე, ავიღე პრავა, მე წამოვედი თბილისში და პირველი წასვლა მაქვს თბილისიდან გასვლა მოტოციკლებით, მივდივარ სარფში. მარტო ვერ წავალ ახლა იასთანაც მაგასთან ერთად ის 1100 ვისაც ყავდა. მაგასთან ერთად წავედი და ბიჭო მე პირველად ვარ რა ავტობანზე ახლა მოტოციკლებით, ჩემი მოტოციკლით, დიდი მოტოციკლებით თან და მანამდე პრავა არ მქონდა და სულ ის 125-იანები და 150-იანი რაღაცები მყავდა ხო. დავაჭირე და რა დავაჭირე რომ პირველად ცხოვრობ. მე 6-ე რო გინდა კიდე რო გქონდა. და იყო ობლინგი რა თქმა უნდა. და რა დამემართა. იცი მგონია რომ დედამიწა ესე ინგრევა. ჩემ ხელს მაშვებიერებ და ბიჭო აი ესე ხომ იჭირავს. რული და აი ესე მეჭირა უკვე ბოლოს და ხაერი რომ ხდებოდა. ვიხდი რომ ეგ არისო სიჩქარისთვის. ნახე წეგან დავიწყარ დამთავრებინე შენ 300-თა თუ წახვიდე არაფერი არ მოგივა. გამოთქმა გაგებული გექნება ღმერთს ხოის თავის მარტო კარგები მიყავსო. შენ არაფერი არ მოგივა. შუდად არა ვარ კარგია ნუ. სანამ მაგ მოტოციკლეტივი არაფერი არ მოგივა. ნახე სიჩქარისთვის კრუიზერი არ არის, მაგრამ ნახე გადაადგილებისთვის მესმის, მაგრამ ხო გეუბნები პრაქტიკულობიდან გამომდინარე სტილი ჩემთვის ახლა კრუიზერი თუ იქნები, სპორტი თუ იქნები, თუ ენდურო თუ იქნები, მე ანუ ხო ხდება ტყავის კურტკას ჩავიცვავ თუ იმას ნაჭრის კურტკას ჩავიცვავ და კევლარს რო ტყეში იმან გარგამს, ჩემთვის მე მაინც სიამოვნებას მივიღებ. ხო ანუ მაგით სიამოვნებას რო ვერ მივიღებ, მაგით არ გიყვარს ეგ. მე საერთოდ მოტოც მეყოლებ და მანამდეც კასუხები მეწვა. სულ რა გიტარით დავდიოდი და ანუ ეგ სტილი მაგ სტილის ვარ რა. ძალიან მიყვარს აი ჰარლის ევო ძრავზე, ოღონდ ძრავზე, იჟდე მაგრამ ევოსებ აი. დედასპიცა ვარ ხუმრობის გარეშე ვიძახი, აი საათს გავაკეთებდი მაგაზე კედელზე დავკიდებდი რა. მე რაღაც რატო კიდევ ამ რაღაც კედელზე რასაც არ ვაფერი კედელზე რატო. ანუ მაგრამ ეს ერთხელ დამიტოვა ილიკომ თავის მოტო. ხო იცი რაც ხო. სუხიშვილმა ის ძველებური საათი? ხო. და კოჩ ბოლოს უკვე იმდენჯერ დავქოქე და ჩავაქრო რომ ბოლოს აკუმულატორი და მე პერიმიჩკები დავერ და დავქოქავ და ერთ ცილინდრი ვიქოქე და აი მე ხო ის მუსიკა ხარ და აი ძალიან მიყვარს და აი მართლა გეუბნები ანუ ძალიან მაგრამ იმას არანაირად მაგით უნდა ვიარო ძალიან მაგრამ სასწაულად მოსმოდე მარტო ტრანსპორტი არ არის ანუ მაგას გიხსდი რა ანუ ეგ არ არის მარტო ტრანსპორტი რა ცხოვრების სტილი თუნდაც შენ მთელი ცხოვრება ეგეთი სტილით არ იცხოვრო არც მოგეთხოვება და არც დაჟე ბევრი არის ჩვენთან რომ ეგრე არ ცხოვრობს სამთაში თვა უყენიათ გადაფარებული აქვს სამთაში ერთხელ არ აყავთ გამონაყვანი ბიჭებს ვიცნობ მაგრამ ის ევასებათ რა იქ სადღაც წავედით კემპინგზე რავი 150 ბაიკი ეგ ძალიან მაგარი ზოგს სოლიუზის ზოგს საყვარელის ზოგს შვილი ზოგს ბიძაშვილი ხო ხდები საყვარელსაც უზი წინასწარ არ თქვა რა სიტყვაზე რა ვისაც როგორ უხარია კარვებით მივდივარ ზოგის სასტუმროში შევა ზოგი თან ერთად მივდივართ არავინ არ აჭერს ჩვენთან არ არის რა გასწარი გამასწარი ერთადერთი მე და ორ მივარ წინ დავუგან просто კამერის პონჩი რომ ყველას გადავასწრო გადავუგო კოლონას ვერე უკან რა ეგ ძალიან მაგარი რაღაცა კლუბებს ხო არო ეგ ძალიან დალაგებულად არის რა ლამაზად არის და იმდენ იმხელა кайფია ამას ამ ყველაფერს ბიჭო თან ბიჭო რანაირად გრძნობ იცი ყველა შენაირ დუხზე ხო იცი მოტოს აქვს თავისი ხასიათი და თავისი სული აქვს თავის ჭკუაზე გაყენებს რა მოტოზე შე ახლა მე შეიძლება შენ მოტოზე რო დავждდე უცებ გავგიჟდე და სიჩქარე მომინდეს არ მიყვარს სიჩქარე მაგრამ იმან ისე წამიღოს იმიტომ რომ ვიცი შენი პირველიდან მეორეში და მესამეში ისე როგორ დავთო როგორც ჩემი გააფუჭდება იქ თუ არ გაწურე
კარგად. იქვე რო გადავრთე, გაგიჟდება. აბა შენ გიჟი ხო არა ხარ, ამომხედავს. მაგით მიმშვიდებ თავს. ბევრად ჯობია, ჩვენი მოტოები, თქვენ მოტოები ტექნიკურად ბევრად ჯობია. გაჯობოს, ანუ რითი? ვღადა, ნუ იმშვიდებ. სიჩქარით? არა, ყველა ტექნიკურად გეუბნები. და რას შვება, რას გიკეთებს? რო დაჰტომზე ვჭირდება. შენ ხო არის ეგ რას ნიშნავს? არა, ეგ მესმის. ხო არის რას ნიშნავს? დაჰტომზე ვჭირდება, ბიჭო. ხო, ბიჭო, იმიტომ რომ თქვენ ხო სწრაფად დადიხარ და გჭირდებათ რომ ეგრე გაჩერდეს რა. ხო, ნელას რო დავდოთ, მაინც მაგრამ იქუს. ნელა ჩემს čerდება ხა. 100-ით რო დავდივარ, ჩვეულებრივად čerდება. ზეგ. არა, ჩემი კარგად čerდება. სპორტსტერია ჩემი, ხა ის არ არის 7000 კილოიანი არ არის ჩემი ხო. ეგ კი მაინც მესმის, მაგრამ აი რავი. მაინც რო გითხრა, ანუ მე ზამ ჩემთვის ხა ხო გაგისწორდა ლაგოდეხში. მაგრამ ეხა ჩვენთან ერთად როგი არა, უფრო მეტად გაგისწორდება და დაბიჯერებ. თქვენთან ერთად როგორ უნდა ჩემი მოპედი ეგრენელა არ დადის. ხო და მოპედი რა ნელა არ დადის. ჩვენ დავდივართ ნელა ერთად. ვერთობით გზაში, რავი, დროს ვატარებთ, ვაჩერებთ, ვეწევით, ლაპარაკობთ. 1-5 წლის წინ არ გონკავობთ რა. ინვიქტუსებთან ერთად წავედი თელავში და კრუიზერი არ მყავდა მაშინ და ჩემ მეგობრებს გამოვართვი Yamaha Bolt-ი და ხო და ნელა მევლო. ანუ სპორტითაც დავდიოდი ხო ბიჭებთან ერთად. აიც ვერივლიდი შენელა. არა, ნელა დავდიოდი. ჩემი თავი გავაფრთხილო გიორგი, არა, შენ ეხლა ნელა. შენს მობასმის ორ ჩავედი ბებერი. ეგრე გზაში დამბერდი ხო. მოუკვდი ბიჭო, კინა, აი, ანუ არ ვასწრე, იმენა ბებერი რო ჩავედი ლიბერტის ვეძებდი რომ ბასა პენსია ავნებო. აი, სვეტში გეუნებს, ხო, ეგრე ნელა, აი, ცხოვრებაში ჩავე დამწვარი ვიყავ. ისე სხვათა შორის ინვიქტუსებზე. მაგრამ ძალიან მაგრად დადიან. ინვიქტუსებზე შემიძლია თამამავთ, ხო, რომ ეგენი იმაზე ჩქარა დადიან კოლონით, ვიდრე კოლონა უნდა დადიოდეს. დედასმიცო, მაგათ დაბადების დღეზე ხო ვიყავი, ახლა მე ჩემ კოლონას ერთად როცა დავდივარ თავისუფლად, აი 300 კაციც რო იყო, 350 თუ რაღაცა ვიყავით ერთ ხილაში. თავისუფლად ვასწრებ ყველას ჩემი ბაიკით, წინ დაუდგები, ამ ყველას ჩავლას გადავიღებ, მერე დავждები მოტოს და მოვხევ და კიდე ერთხელ ვასწრებ წინ გასვლას, რა და აი ეგენ რო იყვნენ ძმაო რა. 120-130-ით დადიოდნენ კოლონა. კოლონაში ეგრესიარული, ძალიან დიდი სიჩქარე. მემორიალურ გარბენზე, ზესტაფონში როცა მედივართ ხოლმე, მესხის აჭერთ იმენა. არა, ანუ მე ესე ჩვეულებრივად რო ისა, ეგ როგორ რაღაცა იცი რომ ანუ მანდ კი ყველა კრუიზერით არის, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ეხა მიცვალებულის პატივისცემა გვინდა, ის გვინდა ანუ ყველა ვიცნობდით, მეგობრობდით ის და მეც რომ მიდოხმ, ანუ ძალიან ჩვეულებრივად მივდივართ, მოდი ანუ ნახევრავს კლუბები ინვიქტუსი და ინვიქტუსთან ერთად რუსთავლების კლუბი რო არის, გოუსტები. ანუ იცი როგორ დადია, როუდ კაპიტანი რომ მიდის, ყველა უჯერებს ძალიან სწორედ, ძალიან უსაფრთხოდ. ეგ უეჭველია. ეგ აქ კრუიზერებს აი ნახე, თქვენთანაც ხო არ შეიძლება აი გამოხტობა რა. თქვენთანაც ხო ეგ აი ჩვენთან პირდაპირ გეუბნები რა. რატო არაც არ ორგანიზებს გავს რაღაცას. აზრი არა, ყველა შეჯიბრი აქვს ჩართული და აი რაღაც სისულელი ვითხოვე რომ აი მაშინ რუსთავში მიდიოდით კრუზერების ამბავი რო იყო პატრული წინ მიდიოდა ერთი ეკიპაჟი. იმას მაინც არ გაასწროთ. არ გაასწროთ, არა. ერთი ეკიპაჟი ხო წინ მიდიოდა, მეორე ეკიპაჟი უკან მოყვებოდა. შუაში მიდიოდა გონკავა. ვიღაცა მოპედი ესე მოტოებს შორის ან ნახე. ცხვი რა წავლ ესე ცალთვალზე ესე მოდიოდა გველი თავი ქონდა მოწეული და მეთქი ბიჭო, ანუ ხო ხტები რაღაცა ხო არსებობს, ხო ხტები, ანუ წმინდა თუ არ გაქვს, რა პატრულის ხო უნდა გეშინოს. ბიჭო, ასაკის ამავიც არის, მე მგონია რა, უმრავლესობა ახლა ჩვენთან ბიჭო, ეგეთი ბავშვები არ არიან. ბავშვებს არა. ჩვენთან ბავშვები იმდენი არ არის რაიდერი და იქ თქვენთან ბევრი ბავშვია რაიდერი რა. შეიძლება. ანუ ხო და ასაკის თავისას შეიძლება, მაგრამ ნახე, ჩვენთან ნახე, ანუ ის რომ ვიღაცას უთხრა სპორტ ბაიკებით ორ-ორად ვიაროთ. ანუ აი, ხო ხტები როგორ გვერდზე რო დგას ეგრევე კონკურენტია. მოდი აქ, მოდი აქ. გუშინ ღამე ქალაქში გამოვედი და ესტაკადიდან რო გადადიხარ იმაზე. რაღაც ნინჯა 500 იყო, ანუ არ მატარებდა, არ მატარებდა სპეციალურად კი არა, ვერ მატარებდა მოპედები იყო რაღაც და ესტაკადაზე რო გადაუხვია თუ არა 30-ით, აი ეს თავი ჩაწია, ხელები მაღლა აწია, რაღაცნაირად გაზიმს, რაღაცებს, ანუ სპორტზე რო ჯდები რაღაც სხვანაირად იმაში. ხო და ბიჭო, BMW-ში გას ტყილა აგინებენ, მე მგონი რა. თვითონ აი მატორი და მანქანა იქნება თუ მოტო იქნება, თავის შუაზე გატარებს, გინდა თუ არ გინდა რა. BMW-შნიკები, არ ვიცი, მე არ ვაგინებ მეგობრებს მაგას. არა, აგინებენ თქო, არა, არც მე არ ვაგინებ, იმიტომ რომ მე დამჯდარ BMW-ზე და ბიჭო რაღაცა, მიდი მეთქი და აბა რა შეგიძლია. აი თავის შუაზე მიყავ ხარ მანქანასაც და მოტოსაც. BMW მანქანა ესეთი არ ვიცი მყოლია, ცოტა ეს არ მყოლია. მოჩქარო, მაგრამ ეს საერთოდ მანქანა არ მყოლია. ვერ გეტყვი, შენ მოტოს არ ყოლია ხარ, რაც ინყავს მაგას მოტოს ეძახე და მოტოს არ ყოლია, მაგრამ შენ ეძახე და ნახე როგორ რაღაცა, ანუ მართლა სპორტულ მოტოციკლეთმა ეგეთ რაღაც იცის.
ხო, თავის ჭკუაზე მიყავხარ რა. შეგიტყვეთ. ხასიათი აქვს იმას და თავის ხასიათზე მიყავხარ ყველა ვარიანტში. თან ნახე რა მაგალითად აი როგორ გალობს მაღალ ბრუნზე. როგორ უყვარს ფესტა ხალხი ხო აკვირდა. მიყვარს არა, ანუ რეალოდ ეგ რა თქვენი მოტოციკლეტი აი ჩვენსავით უყვარს, თქო თავისი ამბავი რა. ეხა მე ვერც მე გადავიყვან ამას ჩემ ჭკუას და ვერც თვითონ გადავიყვან. ჩემ ჭკუაზე რო გადმოგიყვანო რა თმინდა ხო გითხარი ერთხელ ტრეკზე აუცილებლად ვსდი სწორგზაზე დავჯდები სპორტზე. თუ გამისწორდება. მე შიში მაქვს ნაჯამი ისეთი ძმაო ადრე ქობულეთში უკრავდი ხოლმე სეზონურად ბორაბორაში და რაღაცეებში ბენდებით რა. და იქ ჩამოდიოდნენ ქუთაისელი ბაიკერები, ვიღაც ძალიან ადრე ვიძახი რა. მაშინ ჩემთვის მოტო არ შეიძლებოდა. იმიტომ რომ მე ფხიზელი ბევრი წელი არ ვიყავი ცხოვრებისეულად რა, ზოგადად სულ გაბრუებული ვიყავ. და კიდე კაი რომ მაგდეს მივხვდი რომ მოტო არ უნდა მყოლოდა მაშინ. და R1 Yamaha არის ხო? R1 შეიძლება იცნობდე კიდევაც სტატოს მოკითხვა აქედან ქუთაისელს შუაში რო გაიჭრა. შუაში რო გაიჭრა. მაგის წინა დღეს მე ვეჯექი მოგას უკან. და რო ჩამატარა პეპელასთან ასე შვინტი სისხლით წრემლი და ყველაფერი ერთად რა ვქონდა მიყირული სახეზე ჯერ ხომ მაგის ძალიან შემეშლიდა. არ ვიდა ძმაო მეთქი კარგად იყო. და მეორე დღეს ჩვენი მეგობარი გოგონა ეჯდა და ისეთი ავარია მოვიდა შუაზე გატყდა მოტო რა ანუ ეს ორი მოტო გახდა რა. იმის მერე მეთქი კარგად ბრძანდებოდე ზო მეთქი არ არის ჩემი ეგ საქმე რა. ეგ აი არა ბევრი ადამიანი არის რამდენი ადამიანი რომ მოვა და მე მოტო მაგრად მიყვარს მაგრამ მე გიჟი ვარ და იმით ვარ ვყიდულობ და არა გიჟი ვარ არის სისულელე ვიღაცა რო ეძახა ხო იცი არ მინდა ძმაო ეგეც სიჩქარე ჩემ ცხოვრებაში არ მინდა საერთოდ ტიპი რომ მოდის ხო იცი რა მე მოტო მაგრამ მაგრამ აი გიჟი ვარ ძმაო და მაგით ვარ ვყიდულობ და რაღაც და ერო ფიქრობ გულში ხო და ეხა ამისი გიჟი ეგ გიჟი სიდებილია გიჟი რა უთაქრას ეს სტანდარტული კითხები ხო იცი რომ მოდის აი რაღაც რო იწება იმით რომ სიჩქარე რამდენია ვა მაგდენი აქვს ვა ეს როგორია ვა 4 ცილინდრი აქვს ფასი მაგ ფასად მანქანა გეყიდა და სტანდარტული ეს ის ყველას გავლილი ხელები არ გეღლება ასე რო გაქვს და რაღაცები ჩვენთანაც არის ეგეთი თქვენთან აუ თქვენ რატო გიგებთ ხელები არ გეღლება თო პირველი შეკითხვა დედასფიც არ ყველა ესე ხომ აქვს ხელი არ პირიქით ხრის ისტორიაზე მაქვს მე ესე არა მაქვს ესე რა ეგ უფრო კაი ჯდომი არის ადამიანის არიღლები რა დიდ გზაზე რა ყველას გონი რომ ესე უნდა გეღლებოდეს ხელი ვიდრე ესე როგორ მოგუჯული არ ეხა ეგ არის სისულელე რაღაც მარაზმში გადავდივართ ეხა დამიჯერე არა ეგ შეკითხები არა ტრადიციული შეკითხვები ჩვენთანაც არ ითქოთ არა შენ არ გეპაიქრებ ხო და თქვენთან პოსტა ერთი ეგ არის რომ ვიღაცა რომ მოვა და აუ კავასაკი და რაღაცა რო არის ჩვენთან ხო იცი რაღაცა ჩვენთან რამდენი მოტორაც იციან რაც ყველა მიცის ჰაიაბუსა ერაძინი on R1 ჰაიაბუსა მართლა მაინტერესებს რა მე მოდა განახილოს აგინა ხო მაინტერესებს და ჯეკი გაიარა დიდი კაცი რო არის ეგ და ჯეკი გაიარა სასწაული მოტოციკლი დუკატი ყავთ რა თქმა უნდა აურა გაიარა დუკატი სასწაული ეგ არის მოტოციკლი ტექნოლოგიური სასწაულია და გარდა მაგისა სასწაული ერთმა მოგცე საშუალება თორე თითო ყველა სტილის მოტო მეყოლებოდა სიამოვნებით რა ხო ნუ ორი შეიძლება აი ნახე რავი ეხლა აი სპორტბაიკი რო ყავდეს როგორ პონდი ხო იცი სპორტბაიკი რო ყავდეს სპორტბაიკი უნდა ტარო ისე როგორც სპორტბაიკი შეეფერება ხო და მეტის არ წამს და ეშმაკთან რაღაცი ფუჭებს საქმეს ხო იცი ეგ პონდი აი რატომ უნდა ყავდეს მithქვა არა ტრეკზე სიამოვნებით გავატარებდი რა ჩემი აზრით მე არ ვიცი ხა მაგის მოხვევას და ასე შემდეგ სიჩქარეში რამდენად შევძლებდი მაგრამ პროსტასტორ გზაზე სიამოვნებას მივიღებდი ჩემი აზრით იმიტომ რომ მე ვმართავ სხვასი მანქანაშიც არ შემიძლია ჯდომა ვინმე ჩქარა რო დაყავს და ცოტა თავქარი რა თო დაყავს მე თუ არ ვარ რულთან არ ვარ შემიძლია რა აი მე მგონია რომ მე რო დავჯდე გამისწორდება რაღაც მოჩი მაგრამ ეხლა რო გითხარ ცხოვრების სტილად გადავიქცევ და რაღაცა მაგრამ შენ ასაკში ადამიანები აღარ იცვლებიან არა ხო რა ჩემი მირჩევნია გასაგები მოკლედ ეხა ნენელა დავიმშვიდობოთ მაყურებელს რა რამდენი ვილაბა გავიქაფეთ იმედა უღრმესი მადლობა მომავალ შეხვედრამდე ძმაო და იმედია კაი სეზონი გველოდება რა მაგარი ყოველ წელს მართლა უკეთესი არის ხოლმე და წელს იმედია ისეთ გასვლებში მე რასაც გულისხმობ გადავეკვეთებით იმიტომ რომ ეგ მართლა გულაობა არის ხო ეხა ის საქმე არის თქვენ რომ სპორტსმენობთ ეგ გასაგებია საქმე კარტობასაც მივხედოთ ცოტა აი ლაგოდეხის ივენთი მიყვარს გოგოლ გააკეთე რა კიდე რა გააკეთეს წელიწადში სამჯერ რა აი ყველაზე მაგრად მიყვარს ხო იყო წინაზე რაღაც ცოტა ისინი რა ქვია ექსესები იმიტომ რომ ანუ ხო დიდი ხანი გაკეთებული არ ქონდა და რაღაცები
ვერ გავითვალისწინეთ იქ რაღაცების მოხდვა და სიმართლე გითხრა არ შემჩნევია ყოველი შემდეგი უკეთესი იქნება დარწმუნებულიყო. კი როგორც აი ჩვეულებრივი სტუმრისგან ხო არა, არაფერი ისეთი ახლა იქ ერთადერთი რაც მოხდა საკარვე სივრცე არ იყო ისეთი ძირს რა ცოტა ქვები ეყარა და რაღაც. მეტი არა. მე ვარ კომფორტის მოყვარული ადამიანი, კარავი ძალიან მიყვარს, მაგრამ ეგრევე სასტუმრო მოხსენი. ერთი 10 წლის წინ იყო ბათუმში იყო რაღაც მოტოფესტივალი. ჰილტონის გვერდით იყო რაღაც პარტი და რაღაც და ნუ მე სასტუმროში ვიყავი რა თქმა უნდა, იმიტომ რომ კარავი მართლა კი მიყვარს რაღაც მაგ 3 დღე კარავში არ გამიგა ბათუმში ცენტრში კარავში არ გამისწორდება. ტყეში მაგრამ გამისწორდება. დელფინარიუმთან კარავი რო გამოსწორდება არ გამისწორდება და ვიღაც ბიჭები ჩვენ ბაიკერები ვართ ძმაუსულით და რაღაცები და ბოლოს სუნითაც ბაიკერები იყვნენ და მოდით გამანავდნენ და ოფლის სუნი რო არის ერთმანეთში არეული. კარავი მიყვარს სასწაულად, შეიძლება სახში ზალაში გავშალო და დავიძინო ის მაგრამ მაგრამ სიმყუდროეს ბათუმში დელფინარიუმის წინ ქვაფენილზე მაგა ბოლო გამიტყდება მინიმუმ. ხო, არ მინდა. ჩვენ ბაიკერები ვართ და დღეს ალბათ მაგდას მოტოციკლებს არ ვთარყავთ. შეიძლება. ჩვენ აქ ძალიან დიდი მადლობა ძმაო რომ დავიძახე და მედია კაიფეხი მექნება. კი, პირველი ხარ. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ გააგრძელებ ამ ყველაფერს და საინტერესო პოდკასტებს გვაყურებინებთ და მოგვასწრებინებთ. მოლ შეხვედრამდე. წარმატებებით. ასევე. დაგემშვიდობებით მოკლედ ახლა და შემდეგი სტუმარი ვინ იყოს კომენტარებში თქვენს გვირჩიეთ. ჩვენც ვიფიქრებთ მანამდე რა. მოლ შეხვედრამდე.